მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილით მე მინდა გასწავლოთ მეორე საიტი, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ სტანდარტული მაუსის სკინების შეცვლას. პირველ რიგში გავხსნათ ბრაუზერი, ამის შემდგომ ჩავწეროთ საძიებო სისტემაში საიტი, რომლის სახელწოდებაც არის oformi.net. ამ საიტის ლინკიც აუცილებლად იქნება ვიდეოს აღწერაში მითითებული. ამის შემდგომ ვირჩევთ ისევ და ისევ მაუსის გრაფას და მაუსის სკინები Windows-ისათვის. შემდგომ უკვე ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ნებისმიერ სკინს. აი მაგალითად იგივე პროტოტიპი 2. დავაჭიროთ გადმოწერის ღილაკს. ფაილი არის 291-282 კილობაიტი ზომაში. ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ადგილი და დაველოდოთ გადმოწერის პროცესის დამთავრებას. როგორც გადმოწერის პროცესი დამთავრდება, შეგვიძლია ბრაუზერი გავთიშოთ და დესკტოპზე ვნახოთ აი ეს ჩვენი WinRAR საკაღალდე. ამოვაარქივოთ მასში არსებული ყველა კომპონენტი. შემდგომ გავხსნათ ფოლდერი. აქაც ხედავთ სტანდარტულად უამრავ იკონს, რომელიც მაუსის სხვადასხვა მოძრაობასა და ფუნქციას აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისევ და ისევ install ღილაკი. ვპოულობთ ამ ფუნქციონალის მქონე ელემენტს, ვაწვევით მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკს და შემდგომ ვაწვევით გრაფას install. ამის შემდგომ yes და ველოდებით რამოდენიმე წამი. როგორც კი დაყენდება სკინი, ჩვენ ისევ და ისევ გვჭირდება გრაფა მაუსი, რომლის გადმოტანა შესაძლებელია კონტროლ პანელიდან. ამის შესახებ მე პირველ ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებ. ეხლა კი უბრალოდ უნდა ჩავთოთ მაუსის გრაფა, შემდგომ გადავიდეთ pointer ღილაკზე და ვიპოვოთ ჩვენი ახალი prototype 2-ის სახელწოდების მქონე სკინი. ესეც ასე, დავაჭიროთ apply, შემდგომ yes და okay. და როგორც ხედავთ, ისევ შეიცვალა ჩემი მაუსის სკინი და დაყენდა მასზე ჩემთვის სასურველი გამოსახულება. აი ესე ძალიან მარტივად, სულ რაღაც რამოდენიმე წამში, შესანიშნავი საიტის გამოყენებით და რამოდენიმე კილობაიტიანი არქივატორის გამოყენებით შეგვიძლია სტანდარტული მაუსის სკინები შევცვალოთ. დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ყურადღებისათვის. თუ რომელიმე თქვენთაგანს გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში, ან დამიკავშირდეთ მე ჩემი Twitter აკაუნთისა და იმეილის გამოყენებით, რომელიც მითითებულია აბსოლუტურად ყველა ვიდეოს აღწერაში. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.